პოლიტიკური განხილვის და შეფასებების თემაა კონგრესში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პასუხი კითხვაზე თუ რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოცნებასთან მიმართებით. ეს კითხვა მარკო რუბიოს მეგობარი აქტის ინიციატორმა ჯო უილსონმა დაუსვა. პასუხი კი ასეთი იყო: როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი დაუბრუნდები იმას, რაც თქვი ჩემს შესავალ განცხადებაში. შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზონებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია, ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას გეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება, განაცხადა მარკო რუბიომ. ოპოზიციური სპექტრის შეფასებაა, რომ ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს. მართველი გუნდი კი მარკო რუბიოს განცხადებას ბუნდოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი სიცხადე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მარკო რუბიოს განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცხადი არის, რომ ისინი არ აპირებენ მილატოვონ ქართული ხალხი ივანიშვილის აი რუსული აგენტურის პირისპირ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაიცვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ეს არის ის რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მსოფლიოსი, რომ ჩვენ ვართ ყურადღების მათ შორის ყურადღების არეალში ვართ, რა თქმა უნდა, ახალი ადმინისტრაციის, რომ ყავს ანტიამერიკული დე-ფაქტო მთავრობა და მათ შორის გავირკვა ის, რომ ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობა აუცილებლად გადაიხდის საფასურს ანტიამერიკული, ანტიდასავლური და რა თქმა უნდა ანტიეროვნული ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების. ხედავთ, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელთანაც არ ხორციელდება ურთიერთობები. ამ ნაწილში სტრატეგიული ურთიერთობები ასევე შეჩერებულია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის და მისი მხრიდან სწორად არის შეფასებული ის მდგომარეობა, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში დადგა ჩვენს ქვეყანაში და აქ დავინახეთ კიდევ ერთხელ, რომ ის აქტი, მეგობარი აქტი, რომელიც განიხილება ამერიკის სენატში, სწორედ აი ამ შეფასებების შედეგი არის. ეს გასაგებია ხოლმე იმაზე მივთითებს, რომ ქართულ ოცნებას არ გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლა ადმინისტრაციასთან დალაგება და რომ ადმინისტრაცია მეორე მხრივ ჯერ კიდევ ეძებს სწორ მიმართულებას საკუთარი პოლიტიკის და თვითონ პოლიტიკაში არიან ჩამოყალიბებული. ამიტომ დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოო ჯამში რა მიზნები ექნება ამერიკის ახალ ადმინისტრაციას საქართველოში და რა ინსტრუმენტებს მიმართავს ეს მიზნები მიაღწიოს. ჯერჯერობით საბოლოო ჯამში მაინც ინფორმაციული ვაკუუმია ამის თაობაზე და მარკო რუბიოს განცხადება კიდევ ერთხელ ავადასტურებს ნაკლებად. იციან ადამიანებმა ინგლისური და გუგლიდან დაგუგლონ და ინგლისურად მოусმინონ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ თუ რომელიმე რეგიონში არსებობს ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამერიკას ექნება მათზე რეაგირება. პროვოკაციული კითხვა, რომელიც დასვა ბატონმა ჯონ უილსონმა, რომელიც საქართველოს მიმართ ზიზღით და სიძულვილით არის გამსჭვალული, რომელზეც პასუხი დიპლომატ შეიძლება გაეცა, მხოლოდ ისეთი როგორიც გასცა, რომ თუ ასეთი არსებობს ნებისმიერ სხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება ჩვენს საქართველოში არ არის, პირიქით საქართველოს ყავს პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც თავარი არის დემოკრატიული პრინციპები. ბატონო პრემიერის ბოლო ღია წერილი ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენ გვჭირდება სიცხადე ჩვენ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ვინაიდან გვაქვს სრული თანხმედრა ღირებულებებით ნაწილში, სოფხედულობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში, ნაბიჯებში და ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ ვერ ხედავთ რა უნდა იყოს დამაბრკოლებელი ჩვენი რეალური პარტნიორობის. თუ ამერიკული მხარე ხედავს რამე ასეთ საკითხს, ჩვენი თხოვნაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ გაგვარკვიონ ამასთან დაკავშირებით და რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი და რაც უფრო მალე მოხდება სიცხადის შემოტანა, რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის.